მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ გიორგი ხამისაშვილი და თქვენ ვიყოფებით ჩემს თევზავის მეთოდებში. ისევ და ისევ. ვიყოფები მაღაზია Amazon-ში. ბევრი კომენტარი შემოვიდა, რომ ამ მაღაზიაში რა აღჭურობა, რა ინვენტარია და ასე შემდეგ. გადავწყვიტე, რომ თავიდან ბოლომდე დეტალურად დაგიხსნათ ყველაფერი მაღაზიაში. რა აღჭურობა აქვს და ასე შემდეგ. მაღაზია არის ასევე აღჭურვილი როგორც სათევზაო ინვენტარით, ასევე სანადირო ინვენტარით, მეგობრებო. ეხლა უკვე სეზონია, თევზაობის მხრივ, ასევე სანადიროს მხრივ და გაჩვენებთ რა ხდება მაღაზიაში, რას გვთავაზობენ სეზონზე და ასე შემდეგ. ყველა დეტალებში აგიხსნით რა, თავის ყველაფრით რა. ეხლა შევიდეთ და ვნახოთ აბა რა ხდება. მოკლედ, ამ დავიწყებთ უკვე ჩვენ კონკრეტულად დეტალებში ახსნას მაღაზიაში რა ხდება. მისამაც გეტყვით მეგობრებო, მაღაზია Amazon-ი მდებარეობს მეხუთე მიკროში, ვეკუა 66-ში მეგობრებო და შეგიძლიათ მოგზავნდეთ, ნახოთ აღჭურვილობა და ათვალიეროთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ნომერიც ამოვა ეხლა აქ გვერდზე. ავიდეთ და გავაგზავნოთ და ნახოთ რა ხდება მაღაზიაში. მოკლედ, ეხლა გავესაუბროთ. ბაჩოს ისუთ უკვე. შათილიშვილის მაღაზიის ხელმძღვანელია. დეტალებში ავიხსნის რა ხდება მაღაზიაში, რა აღჭურვებას ელოდებიან, სიახლეებს და ასე შემდეგ. ყველაფერს მოგახსენებთ რა. ბაჩო, რას გეტყვი? გამარჯობათ, მოგესალმებით. სათევზაო აღჭურვილობას რაც შეეხება, თითქმის ყველაფერი გვაქვს. პირველ რიგში გავამახვილებ ყურადღებას საკვებზე, რომელიც მნიშვნელოვანია თევზაობისთვის და ასევე, როგორც გიორგის განიცით, გვაქვს თევზაობის მეთოდების დასაკვები, რომელიც აქტიურად იყიდება და უკვე პარტონასებში გავრცელდა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება სეზონს, სათევზაო სეზონი დიდი ხანია მიმდინარეობს და ეხლა უკვე მოდის სანადირო სეზონი, რომლისთვისაც ნელ-ნელა მემზადებით არა თითქმის მზად ვართ, ვაზნებიდან გამომდინარე, გვაქვს სამწყერე ვაზნები, ძალიან დიდი არჩევანი და ასევე ყველანაირი აღჭურვილობა რაც შეიძლება დაგჭირდეს წყერზე სანადიროთ, წყლის საკიდები, ჩანთები, შალითები და აბსოლუტურად ყველაფერი რაც ნადირობისაა საჭირო, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ყველანაირად, თქვენ თუ ემზადებით ეხლა და ჯერ არ ხართ მზად, შეგიძლიათ მოგზავნდეთ ჩვენთან და მოემზადოთ, აღიჭურვოთ და შეიარაღდეთ. მოდი ხა გაჩვენებთ მეგობრებო დეტალებში, დავიწყეთ თევზაობის კუთხიდან და გადავართ უკვე სანადირო კუთხეში. მომარაგებულები არიან უკვე, მარაგი არის, ავსია როგორც სანადირო კუთხეში, ასევე სათევზაო კუთხეში და ვნახოთ აბა რები გვთავაზობენ. დასაკვებები არის, კარგი ვარიანტია, ასევე ჩემი დასაკვები როგორც ბაჩო მახსენა. აი კოჭები, ახალი კოჭები შემოვიდა კიდე მეგობრებო, ბაჩო რა გეტყვით იორსკი, ხო? აი ეს ფლაგმანები ფლაგმანის კოჭები გვაქვს როგორც სასპინინგი, ასევე საფიდერე, ძალიან კარგი კოჭები, ახალი მოდელები არის, ნევადელი მოდელები არის. არის 3000-იანი, 4000-იანი, 5000-იანი ტიპისთვისაც გვაქვს და ასევე სპინინგისთვის 2000-2500-იანი იდეალური კოჭები თავის ფასთან შედარებით არის ძალიან მაგარი. აი ბაჩო შესაძლებელი თევზით შესაძლებელი ბადეებიც აქვს მეგობრებო. ძალიან ხარისხი. არის კიდევ ეს სპინინგის ტანკალები, ასე შემდეგ. აი კიდე ვინც არ მეთევზაოთ ხოლმე. არის მოდებული თლანც. არის კაუჩუკი პლასტელინი. ბევრი არჩევანია რა, ძალიან ბევრი არჩევანია, აი საკვებურები, ძალიან ბევრია. ისინი არომატიზატორები, სალობაში შეგეძლიათ იყიდოთ სილიკონები, რავი, ბაჩო. აი ნესტავები, ჩემი ფავორიტები, რაც ახლა მე ვიყენებ მუდმივად. აი ბაჩოს რო ძალიან მიხარია, მართლა აი იმიტომ კი არა რომ წერ ვიდეოს და ჩემი ძმა და ასე არ. მართლა ისეთი რაღაცეები აქვს რომ მე სიამოვნებს შემოსვლა და კიდვა რა. რომ ჩემ აღჭურვილობაში მუდმივად არის ეს ნესტავები ჩემ ჩათაში რა. რავი, კიდე რას დავამატეთ? ანკასები, ტივტივი ჯოხები აქვთ, ხო? ტივტივი ჯოხებიც, ფიდერი ჯოხებიც, მახი, ნუ ეწოდებული ტონკა სკერული და იაფიანი ბიუჯეტური საბავშვო თითქმის ყველანაირი ყველა ასორტიმენტი გვაქვს ყველანაირი ხალხის. კიდე ვინც ახლა მიდიხართ პიკნიკზე და ასე შემდეგ თან მზეში გიწევთ, აგენ თერმოები აქვს, თერმოსები წლისთვის. თუ გინდა გინდოთ ჩაართით, გინდა არაკი, კარგ მუშაობს. გამოცდილია მართლა. კიდე ტივტივები, ხავსის ტივტივები აქვს, ასევე კლასიკური ტივტივები აქვს, ასევე ფიქსირებული ტივტივები აქვს. რავი,
ასევე კომენტარის ინსტიტუტები აქვს, ბევრი გვახსენე, მაგრამ მინდა ახლა დღეს მინდა რომ ძალიან დეტალებში აღხსნათ ყველაფერი რა. დეტალებში გაჩვენოთ მაღაზიაში მართლა რა ხდება. რომ ჩავწვეთ რაღაც ვიდეოს იქ არ ჩანს, მაგრამ ახლა დეტალებში აღხსნათ ყველაფერს რა. კიდევ დავამატებთ. სათევზაო მეგონი გასაგებია, ნუ გვაქვს ძუები, წულები, სპინინგისთვის, ბიდეინგისთვის. დანარჩენი უკვე მეგონი აი შესაძლებელი ბადეები იქით, სკამები აქვს, შესაძლებელი ბადეები აქვს. ამოსაყვანი, აგ სპინინგის ამოსაყვანი ბადეებიც აქვს. სილიკონის, არის კიდე კობრისთვის და ამურისთვის, თევზებისთვის. ასევე პატარა თევზებისთვის და საზანის ჩაგვიჯენია არის ესეთ ბადეში. გაჭირვებაში. კი, გაჭირვებაში და თავის შესაძლებელი ბადეები რა, რომ არ მოგიყვეთ მეგობრებო, ხა ყოფილა შემთხვევა რა გინდა ავსებო არა, მაგიტო არა. ამას ვერ წაწევ, ვაავსო, გაიხიო. თევზი არ მოგდეს, მაგიტო გვაქვს ახლა თევზის ბადეები რა. აუ, მაყალიც არის აგე, იქ მაღაზევით. ყუთები, სათევზაო ყუთები, სათლი. აუ, ყველაფერი რა მაღაზიაში გულოს რომ დამწყეს მოყვარულ სპორტსმენს რომ გამოადგება. მოკლედ მეგობრებო, ეხლა გადმოვედით უკვე ნადირობის მხრივ. და თეორიის სიტყვა უნდა ახსნა რა არის ახლა მეთევზები რომელიც ნადირობენ და არის მონადირეები რომელიც თევზაობენ და ორივენაირად ეწყობიან და ასე შემდეგ. მე პირადად ახლა მეთევზე ვარ და არ ნადირობ. აი ბაჩო, მონადირეც არის და მეთევზეც არის რა. და ახლა სეზონია უკვე ნადირობის რამოდენიმე დღეში. იხსნება უკვე ნადირობა. ინადირებენ მე თევზაობენ ხოლმე ხო მეურთვის იქიდან. მაგრამ რა თქმა უნდა გინდა შეგიძლიათ წახვიდე ისეთ ლოკაციაზე სადაც თევზაობენ, გინდათ კახეთში მაგათი რაღაცა. შეგიძლიათ თევზაო კიდევაც, ინადირო კიდევაც. ნუ ზოგს აქვს ამის ინტერესი, ზოგი სრულიად ჩაფრთხილებული იმაში და ყველანაირად ნადირობს თევზას, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის ყველამ კარგად დავიმახსოვროთ, რომ გავაკეთოთ სწორად, არ ვიბრაკონიეროთ და არ დავყაროთ ნაგავი. ეს გავითვალისწინოთ ყველა თითის ქლევით, ვისაც გიხებთ. კი ბატონო. თუ მიგავთ თრიანი ფუთა, აი ცარილეს ნუ გარტოვებთ რა. თუ ის თრიანი ფუთა დასაკვები არ გამძიმებდათ, ცარიელი რო გამძიმებთ, ხო? მოკლედ, ეხლა რატო ვწერთ ამ ყველაფერს? წერიზე ნადირობა უკვე იხსნება რამოდენიმე დღეში. და ეხლა აქეთ ვართ უკვე, მარაგი შევსებულია და ეხლა ორი სიტყვით ბაჩო გვეტყვის ამ სიდიდრის თემას. თავარი ახლა რაც არის სამწყერე ვაზნები, რომელიც მომარაგებული გვაქვს თურქული, გვაქვს ლიტვური, გვაქვს იტალიური და გვაქვს ყველგან 28 გრამიდან 38 გრამამდე. ფასებიც არის გრამების და ფილმის მიხედვით. ფასებს კონკრეტულად ვერ ვასახელებთ, გარკვეული მიზეზების გამო ბლოკავს შემდეგ და ვიდეოს ვერ დავდებთ. ამიტომ შეგიძლიათ ფასები ან მოგწეროთ Facebook-ზე, ან ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Amazon-ზე. დანარჩენი რაც შეეხება იგივე ვარიანტია თოფებზეც და იგივე ვარიანტია ყველა ინვენტარზე. მე მინდა ამაზე გამოვხურე ყურადღება, რომ წერთ კომენტარებში, რომ ფასი მიაწერე, არა. არ ხდება ჯარც ჩვენ არ ვეხალისება თითოეულ ადამიანს წეროთ სათითაოდ და ჩვენთვისაც პრობლემა არის, მაგრამ იბლოკება პოსტი. ვერც კომენტარებში ვერ ვახერხებ ფასის დაწერაზე, ვერცად ერთადერთი გამოსავალი არის ან პირადში მოწერა, ან დარეკვა. მეტი სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ გვაქვს და არ გვაძლევს Facebook-ი, არც Instagram-ი და არც არაფერი მაგის საშუალებას. რაც შეეხება იარაღებს, გვაქვს ყველანაირი სტილის ძირითადად არის 12 კალიბრი, რომელიც არის გლულულიანი და გამოიყენება სანადიროდ. არის სტანდარტული კლასიკური ვარიანტები, ორლულიანი, რომელსაც შეჯიბრის ეძახიან და არის 5-ყვიანი ნახევარ ავტომატურები, პომპა, ეგრეთ წოდებული ვინჩესტერი, 5-7-ყვიანი და ასე უკვე გვაქვს მე ძველი კალიბრი, გეიკო 223, 919 და ნუ ესეც 12 კალიბრია, პომპაპი, მოკლე ვარიანტი. ყველანაირი არჩევანი არის. კომპანია ფირმა რომელიც ჩვენ გვაქვს არის ექსკლუზიურად ჩვენი Amazon-ის და წლებია შემოგვაქვს ჩვენ მხოლოდ საქართველოში და წლების გამოცდილება დაუგროვდა ამ ფილმის ტოპებთან დაკავშირებით არის უპრობლემო და ყველანაირად გვაქვს გამოცდილი, გატესტილი და დროში გამოიცადა და ფართო მასებში გამოიცადა ეს ტოპები და შეგიძლიათ პირადადაც გამოცადოთ. ანუ მარაგი არის მის მეგობრებო, ვინც ახლა ნადირობთ და ემზადებით მაღაზია Amazon-ში
მარაგი აქვს, მოიცოდეთ რა. მოკლედ, აქეთ კიდევ ბევრი რაღაცეები აქვს, ოპტიკები აქვს, ფანრები აქვს, რავი, იარაღის საწმენდები, იარაღი ხო, დანებიც აქვს. არის რამდენიმე მოდელი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია მასებში და მინდა უბრალოდ თუ ვინმე მარიცის აი ეს დანები არის, რომელიც ძალიან AK-47 ქვია, ძალიან მოთხოვნადია, ძალიან ბევრი ადამიანი მოხდა და ბევრი აქ მოხდილი ის და გამორჩეულად ხალხში ყველაზე პოპულარული არის აი ეს ორი მოდელი დანები თავის გამძლეობით, სიმტკიცით და პირი აქვს ძალიან მაგარი. ასევე ამათან ერთად გვაქვს კომფორტული, თხელი, სუბუქი, ბუნებაში სატარებელი დანები, ასევე გვაქვს სასაჩუქრე დანები, ასევე გვაქვს ტყის პირობებში მოსამზადებლად გამოსახენებელი დანები, რაიმეს თუ მომზადებთ და ბედანები ხო? როგორ? ბედანები. ნუ არის პატარა დანები, რომელიც არის კოუზი ჩანგალი და აი ესეთ რაღაცები მოყოლა. არის დიდი არჩევანი. ამას კიდე კომპასი აქვს მეგობრებო. კომპასი აქვს და აქვს კიდევ სალესიც აქვს და ცეცხლი ხო? ეს არის ფთუკის გადასაჭრელი და აი ეს არის ცეცხლის დასამცირებელი უკვე ჩვეულებრივად ხრის ნაპერწკალს. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ახლა ვარ გოჩა შათირიშვილი. სამონატირეო სფეროში ვიცნობთ ალბათ სხვადასხვა აქტივობებიდან გამომდინარე. და ამაღაზიის მე პატრონი გახლავართ. რაც ისაუბრეს ახალგაზრდებმა, შემიძლია გავამართო ერთი რომ უკვე 15 წელია ეს მაღაზია მუშაობს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ კლიენტს და მათი სურვილისამებრ შემოვიდანოთ ყველა აჯურვილობა და ყველა ის საჭირო ნივთები, რაც ჭირდება მონადირეს და მეთევზეს. ამ სეზონისთვისაც განსაკუთრებულად ვართ მომზადებულები და ერთად ვინადიროთ, გავხსნათ სეზონი, როგორც ყოველ წელს და ყველას გისურვებთ კარგ ნადირობას და მრავალ კარგი სასიამოვნო დღეების გატარებას. მოკლედ ახლა გადმოვედით უკვე ბოლო კუთხეა, სადაც გავიხილავთ ახლა მე და ბაჩო. უფრო სანამდვილო სათევზაო დასაცმელი იყიდება და ბაჩო აბა ერთი ორი თუ გითხარი ძმაო აქ რეებია და აქ შეიძლება არის ყველა სეზონისთვის, მაგრამ პირველ რიგში ხამ სეზონისთვის რაც დაგვჭირდება ალბათ სამწყერეთ არის სამწყერე ჟილეტები, სავაზნე ჟილეტები უფრო სწორად რომელსაც აქვს იმათავლის ჩასაყრელი ბადე, არის რამდენიმენაირი ვაზნებიც არის ესეთი ვარიანტები სავაზნეები არის. ვაზნები ჩავალაგე, უკან აქვს წყერის ნადავლის ჩასაყრელი. ჩვეულებრივად და ასევე მოკლედ ახლა ზაფხულია ცხელი რეები გვაქვს და სანადირო კლასიკური ნახევარჩეფუთული პერანგები, მაისურები ასევე ნუ სამთრის სინემებს, ასევე არის საწვიმრები, რომელიც ყოველი შემთხვევაში და კომბინეზონები, რა თქმა უნდა, კარავიც მეგობრებო, კარავიც აქვს. გვაქვს ესეთი სამწყერო და სავაზნე ჩანთა, რომელიც მაგდება წელზე, უკან ლაგდება ნადავლი, გვერდებზე ლაგდება ვაზნები, რო შეგექნათ წარმოდგენა როგორია, აი ესეთი ვარიანტი არის. ვაზნები ლაგდება, უკან ჩავალაგებთ ნადავლს. აი კომბინეზონებიც არის მეგობრებო. ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული გამაშები, რომელიც გამოიყენება როცა ნადირობთ ბალახში, ან ცოცხლისხანა, ან რაღაცებითი რაღაც არის თესლმა იცის ჩაყრა ბათინგში, ან ბოტში, ან რაღაცაში და ეს არის მაგისთვის დამცავი გამაშები. ზომის ჩანთა საგებია გავიგეთ ჩანთა
ეხლა გავერკვიეთ უკვე ბოტები ნახოთ. ბოტებს რაც შეეხება, ანუ ისინი ამ სეზონისთვის მე მგონი ჯერ არ არის, იმიტომ რომ ისინი თერმობოტები, ესე დათბილული ბოტები, ეს უბრალოები დაბალი ზომის ჭირმა, რომელიც შეგვიძლია წყერზე სანადიროდ ჩავიცვათ. სათევზაოდ შეიძლება უბრალოდ ზეითად წყერზე როცა ნადირო, დილას ადრე ცვიანი ამალახი და ბათინგში და იმაში არაკომფორტულია ფეხის დასვენება, რა მაქინიდან გამომდინარე ძებია ბოტი. ასევე არის ბათინგები, ნუ ისეთ სურვილი აქვს, მე მაგალითად ბოტს ახმარობ, მიჩვენე ფეხი დამისვენდეს, უფრო კომფორტულია ჩემთვის. მე ბათინგებს ვიყენებ, აი ფეხმანები, კუდები, თბილი, უკვე ტოპის რემები, ძალიან კარგი ხარისხის, ძალიან კარგი ტყავის, ნაჭრის, არის ასევე აი ეს ძალიან არიცის რა არის და რაღაც ვერგებულობები რა უხსენია, ჩვეულებრივად დგება სტანდარტული რემის ზომაზე. ნადირობის დროს არის ძალიან კომფორტული, იქიდან გამომდინარე, რომ იარაღზე არის მთლიანი მიბჯენილი და ცხელის ამოდება და რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორები აღარ აქვს რემს. აქედან გამომდინარე ძალიან კომფორტულია ეს. აი ეს ასევე სავაზნეები არის როგორც ტყავის, ასევე ნაჭრის, ასევე არის ღია და სამწყერე ჩანთები, რომელიც წელს ახალია ჩვენთვის. არის სუფთა ტყავი და არის ძალიან კომფორტული წყლის ჩასაფრება. ჩასაფრების მოყვება და ასევე დამატებით მოყვება მინიმუმისთვის საკიდი. ამის გამოყენება ბევრად უფრო მარტივი და კარგი არის, ვიდრე საკიდი, ბევრი უპირატესობას ანიჭებს ამ ჩანთას, რატო? იქიდან გამომდინარე ზოგან არის ისეთი მცენარეები, როცა საკიდზე გაქვს წყერი ჩამოყრილი, გადიხარ, შეიძლება რომელიმეს გამოვიდოს და თავში წყდება და ძვრება კარგავ. აქედან გამომდინარე დაზღვეული ხარ, როცა ჩანთარებს. მე დანარჩენი უკვე მომხმარებელს მივაყენებ. შეფასებაც და არჩევანიც. მეგობრებო, ახლა თანამშრომლობით, რავი, დეტალებში აგიხსენით, დეტალები და რავი, თუ კიდე დაინტერესებულები ბრძანდებით, მობრძანით, ნახეთ, თვითონ შეხედეთ. კიდე პროფესიონალები მუშაობენ აქ და ყველაფერს აგიხსნიან დეტალებში რა. აბა წარუმატებლად გისურვებთ და მოდერო შეხვედრამდე. დროებით.